მოგესალმებით. მე გახლავართ გიორგი თავაძე, ხოლო თქვენ უყურებთ დაკარგული დიდებული მესხეთის სერიას. დროდად გაახალი მომდევნო სიუჟეტი, სადაც თქვენ იხილავთ ბევრისთვის ძალიან ნაცნობ მონასტერს. მამათა მონასტერია და მისი სახელია ზარზმა. დანარჩენი კი უკვე დეტალურად სიუჟეტიდან. წავედით. აღმოსავლეთ მთა აჭარასა და ზარზმას შორისი და გარდავალს მასზე და გზა სამცხეს და მზღურის შავშეთს აღმოსავლით მთა არსიანი და გარდავლენან მას გზანი ერუშეთს ფოცხოვის ხეობას და ზარზმა ყველს ყველს ზეით მთაში არ ზარზმას მონასტერი გუმბათიანი კეთილშენი შვენიერს ადგილს დააც უქმი ეს გახლავთ მე-18 საუკუნის ვახუშტი ბატონიშვილისეული აღწერა მესხეთის ტერიტორიაში შემავალი სამცხის ერთ-ერთი მხარისა და მასში გაშენებული ისტორიული ქართული ქრისტიანული ხუროთმოძღვრების ზეგლის, რომელზეც მე თქვენ დღევანდელ სიუჟეტში მოგიყვებით. გადავინაცვლოთ რამოდენიმე საუკუნით უფრო უკან და შევეხოთ ისეთ პიროვნებას, როგორიცაა ბასილ ზარზმელი. ბასილი ეს არის მე-9 საუკუნეებში მოღვაწე ქართველი სასულიერო პირი. რომლის შემოქმედებასაც ეკუთვნის ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები, ცხოვრებაი და მოქალაქობაი ღმერთ შემოსილისა და ნეტარისა, მამისა ჩვენისა, სერაპიონისი. თხზულება ასევე მოიხსენიება შედარებით მოკლე სახელწოდებითაც, რაც თანამედროვე ქართულში გამოითქმის როგორც სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება. ვინ არიან ბასილი და სერაპიონი? რატომ იწოდებიან ისინი ზარზმელებად? ან საერთოდ საიდან მომდინარეობს თავად ტოპონიმი ზარზმა, ამის თქვენთვის უკეთ გადმოსაცემად გარკვეული დოზით აუცილებლად უნდა შევეხო ზემოთ ხსენებულ განვითარებული შუა საუკუნეების დროინდელ ჰაგიოგრაფიული სახის თხზულებას. ამ უკანასკნელზე მომუშავე ქართველი მეცნიერები ნაწარმოების შექმნის პერიოდად მიიჩნევენ მე-10 საუკუნის დასაწყისს. იგი უშუალოდ ბასილ ზარზმელის კალამს ეკუთვნის, რომელიც გახლავთ თავად თხზულების მთავარი პერსონაჟის სერაპიონ ზარზმელის ძმისწული. სერაპიონზე ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებიდან ვიგებთ, რომ იგი იყო კლარჯეთიდან. მისი როგორც სასულიერო მოღვაწის ცხოვრება იწყება მშობლების გარდაცვალების შემდგომ, როდესაც სერაპიონი უმცროს ძმასთან, იოანესთან ერთად ოპიზის მონასტერში მიებარება მიქაელ პარხელს. მიქაელი გახლდათ ერთ-ერთი ცნობილი ქართველი ბერი, რომელსაც მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე უარი ჰქონდა ნათქვამი ყველანაირ ამას სოფლისათვის დამახასიათებელ ხიბლზე და ასკეტურად მცხოვრები იბრძოდა მისი ქვეყნის აღორძინებისათვის. სწორედ ასეთმა პიროვნებამ აღკვეცა კლარჯეთელი სერაპიონი ბერად, აღზარდა ღირს მამად და სხვა ბერებთან ერთად გამოგზავნა დღევანდელი ზარზმის ტერიტორიაზე. თან გამოატანა ფერისცვალების ხატი, რომლის დასასვენებელი ადგილი უნდა გამხდარიყო ის ტაძარი, რომელსაც მამები მათი მეუხებითა და ღვთისშეწევნით აღაშენებდნენ სამცხეში, ხოლო მის გარშემო დაარსებდნენ მონასტერს. სამცხეში სერაპიონისა და მასთან ყოფი ბერების შემოსვლისას ამ ხარის მთავარი ძლევამოსილი ფეოდალია გიორგი ჩორჩანელი. გიორგის დამსახურებებზე და შემდგომში მისი ოჯახის წიაღიდან აღმოცენებულ წარჩინებულებზე, რომელთაგან სხვადასხვა მესხურ დიდებულთა გვარები ჩამოყალიბდა, მოგვიანებით სხვა სიუჟეტში გიამბობთ. ხოლო დღევანდელ სერიაში შევეხები მის თანხმედრას სერაპიონთან მიმართებაში. ჩორჩანელის სამფლობელოში ჩამოსულ სერაპიონს, მასთან მყოფ ბერებთან ერთად იმალაგის შემოგანენში, სადაც მოგვიანებით მონასტერი იქნა აგებული, გადახდებათ შემდეგი ამბავი. ვიდოდეთ ქედთა, რათმე მაღალთა, ტყიანთა და ლოდიანთა და ვითარცა აღვედით უმაღლესთა ადგილთა და ჰკითხა მას კაცსა წმინდამან მან. რა ეწოდების ადგილსა ამას, ხოლო იგი ეტყოდა, რამე თუ არს ესე ადგილი შესაკრებელი ნადირთა ველისათაი და ბაქთა ეწოდების. თხზულების ავტორი ამ ნაწყვეტში მოგვითხრობს სამცხეში შემოსული სერაპიონისა და მის თანამგზავრთა მიერ დღევანდელი ზარზმის სიახლოვეს მისვლას. და როგორც მათ გზად გაცნობილი მეგზური ვინმე ერისკაცთაგანი აუწყებს, ეს ალაგი არის სავსე ნადირით. ყუალად მიიხილა წმინდამან და იხილა აღმოსავლით კერძო ქედსა ზედა მას ტბაი. ესე არს ტბაი მღრღვე ყოვლადვე, რომელსა ეწოდების სათახუე. და არს ამას შინა სიმროლე თახუთა და სხვათა ნადირთა. ჟამსა ამას აქიხილვებიან მდევარნი ნადირთანი. ბერები სერაპიონთან ერთად უახლოვდებიან ტბას, რომელსაც ეწოდება სათახუე, თანამედროვე ქართულით რომ თქვათ, სათახვე. მის პირას მრავლად არის ნადირი და შესაბამისად ფეოდალური ეპოქის იმჟამიდელ საქართველოში, როგორც ყველგან ისე აქაც, ნადირობა წარმოადგენს იმ საქმიანობას, რომელიც პირდაპირ რომ თქვათ, ადამიანთა გამოკვებისათვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი წყარო გახლდათ. მონადირეები ტბასთან მისულ სულიერ მამებს საკმაოდ უხეშად ხვდებიან.
არ ინტერესდებიან არც ბერების განზრახვითა და არც მათი წარმომავლობით. მოუწოდებენ აქაურობისგან დაუყოვნებლივ გაცლას, რადგან მათ ხელი ეშლებათ ნადირობის წარმართვაში. სერაპიონი თავის სულიერ ძმებთან ერთად ტოვებს ამ ხალხს და ამავდროულად წარმოთქვამს შემდეგს. ვითარმედ იხილოთ მისაგებელი კაცთა ამათ შფოთის მოყვარეთა, რომელიც წყალთასა წინარბოდეს ვითარცა ეშმაკეულნი. ვგონებ არცაღა თუ კვალი იპოოს ადგილსა მის. ამ წარმოთქმულიდან მალევე იმავე საღამოს ხდება ისეთი მოვლენა, რაც სამომავლოდ ამ ადგილს ახალ სახელს, მონასტერსა და ფუნქციას ანიჭებს. განიპო კლდეიგი, რომელი იყო დასავლით ტბისა მის. და წარვიდეს წყალნი იგი მღვრიენი და ჩვენ, რომელნი ვიპოვნით გარემოისა ადგილსა მის, განვიბნიეთ ძლიერისა მისგან ზარისა. მიერიდგან ეწოდა სახელი შემსგავსებული ადგილსა მას, რამე თუ ეწოდა ზარზმა ერთა მათგან, რომელნი ზარითა და შიშითა მოუთხრობელითა შეპყრობილ იყვნენ. მოვლენა, რომელიც ზემოთ თქმულის თანახმად გამოიხატება ტბის სიახლოვეს კლდის გაპობითა და მისგან წყლის გადმოდინებით, იმ პერიოდის სამცხის მაცხოვრებელთათვის აღიქმება როგორც სასჯელი იმ უკეთური კაცთათვის, ვინც არასაპატიოდ დახვდნენ სერაპიონსა და მამებს. ხოლო ის შემზარავი ზარის ხმა, რომელიც ამ გამოსაფხიზლებლად წარმოქმნილ პროცესთან ერთოდა, ხდება დასაბამი ამავე ალაგის ახალი სახელწოდებისა და წარმოითქმება როგორც ზარზმა. რა თქმა უნდა ეს ამბავი ჩემს მიერ ტექსტის შესავალში ხსენებულ სამცხის დიდ მთავრის გიორგი ჩორჩანელის ყურამდეც მიდის, რომელიც თავის მხრივ როგორც ღვთისმოშიში და ქრისტიანული მწამსის მატარებელი მესხი დიდებული სერაპიონს აძლევს ნებას აირჩიოს ადგილი, სადაც დაიწყება მშენებლობა ტაძრისა და ამავდროულად სამონასტრო ცხოვრებისათვის საჭირო ნაგებობებისა. ასე ამგვარად, მერვე მე-19 საუკუნეების მიჯნაზე ჩაეყარა საფუძველი ზარზმის მონასტრის დაარსებას. მის პირვანდელ მღვდელმთავრად შეიქმნა სერაპიონი, რომელიც იმ დროიდან უკვე იხსენიება სერაპიონ ზარზმელად. ხოლო მისი გარდაცვალების შემდგომ სამონასტრო კომპლექსის წინამძღვართა შორის სწორედ რომ ის ბასილ ზარზმელიც ჩნდება, რომელიც არის ავტორი მისივე ბიძის ცხოვრების შესახებ დაწერილი ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებისა. ახლა მივყვეთ ეპოქათა მიხედვით იმ მოვლენებს, რაც ამ ქრისტიანული ხუროთმოძღვრების ზეგლის გარშემო ვითარდებოდა მესხეთის სისხლიანი წარსულის ფარგლებში. თავდაპირველად უნდა ვიცოდეთ, რომ ზარზმის მონასტრის დაარსებიდან მოყოლებული იქამდე სანამ მესხეთი ოსმალეთის იმპერიის ხელში არ გადავიდოდა, ამ კომპლექსის მთავარ ტაძარში, როგორც მისი უმთავრესი სიწმინდე, დასვენებული იყო ჩემს მიერ ზემოთ ხსენებული მიქაელ პარხელისაგან სერაპიონ ზარზმელისათვის გამოტანებული ფერისცვალების ხატი. დღევანდელ პერიოდში ეკლესიაში დაბრძანებულია 2009 წელს ორიგინალზე მიბაძვით შესრულებული ხატის ასლი. რაც შეეხება დედანს, ის შენახულია ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში და მიუხედავად მისი ძლიერ დაზიანებული მდგომარეობისა, მასზე შესრულებული წარწერები მაინც გვაწვდის გარკვეულ საინტერესო ცნობებს. ერთ-ერთი მინაწერთაგანი თარიღდება 886 წლით, რომელიც გვიყვება ხის ფიცარზე ამოკვეთილი ხაწერის შემკობის, ანუ მოჭედვის პირვანდელ თარიღზე. მის შემდგომად იკითხება ამ სიწმინდის მეორედ შემკობელი და აღმდგენელი ვინმე ზვიად ერისთავი. ეს უკანასკნელი გახლავთ საქართველოს ერთიანი მეფის, გიორგი პირველის თანამედროვე, რომელიც სარდლობდა ქართული ლაშქრის მეწინავე ნაწილს, ანუ მესხებს. იგი ჩვენამდე მოღწეულ საისტორიო წყაროებში, კერძოდ კი სუმბათ დავითის ძის ჩანაწერებში მოხსენიებულია 1023 წელს. მეფე გიორგის მიერ წარგზავნილად თავისი მესხი წინამავლებით ბიზანტიის იმპერატორ ბასილ მეორე ბულგართ მუსრელის წინააღმდეგ საბრძოლველად. ზვიად ერისთავის შემდგომ ზარზმის მონასტრის ნაგებობათა მასშტაბებს ზრდის და ანახლებს მე-13 საუკუნის მიწურულიდან ბექა მანდატურ თუხუცესი, იგივე ბექა პირველი ჯაყელი, შემდგომად ათაბაგის ტიტულის მატარებელი. სწორედ მისი შემწეობით ყალიბდება სამონასტრო კომპლექსი არქიტექტურული თვალსაზრისით ისე, როგორც დღეს ჩვენამდეა მოღწეული. მცირე გადახვევას გავაკეთებ და გეტყვით, რომ ბექა პირველი ჯაყელი გახლდათ პაპა იმ დიდი ქართველი მეფისა, რომელმაც მონღოლთა ბატონობისგან წელში გატეხილი საქართველო თავიდან ააღორძინა. და მსგავსი დამსახურებების და გამო იწოდება იგი გიორგი ბრწყინვალედ. გიორგის დედა იყო ნათელა ჯაყელი, შვილი ბექასი და მამის დემეტრე თავდადებულისათვის მონღოლთა მიერ თავის მოკვეთის შემდგომ იგი უმეტესწილად სამცხეში პაპის კარზე იზრდებოდა. ზარზმის სამონასტრო ნაგებობათა განმანახლებლის
ბექა ჯაყელის შეცნობა შესაძლოა მთავარი ტაძრის კედლებზე გამოსახულ ფრესკათა შორის, სადაც გარდა ამ უკანასკნელისა გამოსახულნი არიან როგორც მისი შთამომავალი ათაბაგები, სარგის მეორე და ყვარყვარე პირველი, ასევე წინაპარი მისი მამა სარგისი. ეს მხატვრობა გარდა ათაბაგთა ჰეგემონიისა სამცხეში, ასევე გამოხატავს ზარზმის როგორც სასულიერო ადგილის მნიშვნელობას, რაც პირდაპირ წარმოაჩენს მას როგორც ერთ-ერთ უმთავრეს ქრისტიანულ ცენტრად და მისი დიდების ზენიტში ყოფნის ეპოქას მე-13 საუკუნიდან მოყოლებული მე-16 საუკუნის ბოლომდე. მივადგეთ მესხეთისათვის ყველაზე მძიმე პერიოდის დასაწყის, ანუ მე-16 საუკუნეს და რა თქმა უნდა დღევანდელ სერიაში წარმოდგენილი სამონასტრო კომპლექსის იმჟამინდელი მდგომარეობის უკეთ გასაგებად შევეხოთ ოსმალთა მიერ შედგენილ ეკონომიკური ხასიათის დოკუმენტს გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარს. 1595 წლის მდგომარეობით თურქ მოხელეს იგი დოკუმენტში შეყვანილი ყავს შემდეგი სახელწოდებით: სოფელი ზარზმის ეკლესია 10 კომლით. აღმოსავლეთ მცოდნე სერგი ჯიქია დავთრის განხილვისას გამორიცხავს სოფლის არსებობას მონასტერთან და თურქთა მიერ მის ასე მოხსენიებას განმარტავს როგორც ტერმინს, რომელიც გამოყენებული იყო მხოლოდღა იმისთვის, რომ მომხდარიყო ამ ადგილის აღწერა როგორც ერთ-ერთი საგადასახადო ერთეულისა, რომელსაც შეეწერებოდა გადასახადი ოსმალეთის იმპერიის წინაშე. გურჯისტანის ვილაიეთში ზარზმასთან მაცხოვრებელ ადამიანებს შორის ამოიკითხება სასულიერო პირები და მათი სისხლით ნათესავები, როგორიც არიან მღვდელი საბია გუბელასძე, მღვდელი სიმონ ფირალასძე, მღვდელი გიორგი, სტეფანე ძმა გიორგი მღვდლისა, სიმონ პაპასძე, ივანე კაპანასძე და სხვანი. ამ მოცემულობაში პირდაპირ ჩანს იმ დროინდელ მონასტერში მოღვაწე სასულიერო პირთა შეთხელებული რაოდენობა. ხოლო მათ გვერდით მაცხოვრებელი ერისკაცები აუცილებლად იქნებოდნენ ის ხალხი, ვინც დახმარებას უწევდნენ როგორც აქაურ მამებს, ასევე თანაზიარნი იყვნენ მონასტრის არსებობისათვის საჭირო სხვადასხვა საქმისა. ასევე თუ ამავე მე-16 საუკუნის საისტორიო წყაროებს გადავხედავთ, ნათლად ჩანს, რომ მონასტერში მოღვაწე მამების რაოდენობის შემცირებაში თავისი წვლილი ოსმალთა აქ შემოჭრამდე მეორე ურჩხული იმპერიის ირანის მბრძანებელს შაჰ თამასსაც აქვს შეტანილი, რომლის სისასტიკესაც მემატიანე შემდეგნაირად აღწერს: მოაოხრა მთლად სამცხე, დატყვე ჰყვნა გარნა უმეტეს ოცზე, აიკლო მრავალი დაბანი, დააქცია ეკლესიები, ზარზმა გააუქმა, რამოდენიმე ბერი დაახრჩო. როგორც ჩანს, გურჯისტანის ვილაიეთში დაფიქსირებული მღვდლები წარმოადგენენ იმ სასულიერო პირებს, ვინც შაჰ თამაზისაგან დაქცეულ ზარზმაში ისევ ცდილობენ სამონასტრო ცხოვრების აღდგენას. მაგრამ როგორც უკვე განმარტეთ, მალევე აქ ფეხს მყარად იკიდებს თურქობა. თუ ზემოთხსენებული ათაბაგები, სარგისი, ბექა, ყვარყვარე და სხვანი ერთიანი საქართველოს იდეისა და ქრისტიანული მრწამსის მიმდევარნი იყვნენ და ზრუნავდნენ ზარზმაზე, მათი საპირისპირო შეიქმნენ ჯაყელთა დიდი ოჯახის სხვა გვიანდელი შთამომავალნი. მათი ღირსეული წინაპრებიდან მხოლოდ ტიტულატურის აღნიშნული ტერმინი ათაბაგიღა ჰქონდათ შემორჩენილი, რომელიც ერთვოდა მათ ახალ წოდებასა და თანამდებობის აღნიშნულ ისეთ სიტყვას, როგორიც გახლავთ ფაშა. ის ხალხი, ვისაც წინათ ევალებოდათ ბაგრატოვანი უფლისწულების აღზრდა, რამე თუ სწორედ ტიტულატურა და წოდება ათაბაგი ამას მოისაზრებდა, გახდნენ ოსმალეთის სულთნის ყურმოჭრილი მოხელეები, ვინც საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად ძალებს არიშურებდნენ მესხეთის მიწაზე მაცხოვრებელი ძირძველი ქართველების გადაჯიშების საქმეში. მაგალითად, როსტომ-ფაშა ჯაყელი მე-17 საუკუნის 50-იან წლებში იყო ის ერთ-ერთი გამორჩეულთაგანი ათაბაგთა შთამომავლებიდან, ვინც მთელი ძალებით დაიწყო მესხეთის ფეოდალური კლასის წარმომადგენელთა აქტიური გამაჰმადიანების პროცესი, რამაც თავის მხრივ გამოიწვია მასიურად აყრა ამ მიწიდან იმ მესხებისა და დანარჩენ საქართველოში გადასვლა, ვინც არიზიარებდა მის დამღუპველ პოლიტიკას. როსტომის მემკვიდრემ, მისმა შვილმა ასლან-ფაშა ჯაყელმა კიდევ უფრო განავრცო მამის პოლიტიკა. მან მთელ რიგ ტაძრებში შეაჩერა ქრისტიანული წირვა-ლოცვა, არ იკმარა ისეც და ორი უდიდესი სამცხის მონასტრის, საფარისა და ზარზმის მეჩეთად გადაკეთებაც მოინდომა, რაც საბედნიეროდ აღარ დასცალდა. რამე თუ მისივე ქრთამის მოყარეობიდან და ორმაგი პოლიტიკური თამაშებიდანვე გამომდინარე, ისევ მისი პატრონის, ოსმალეთის სულთნის ბრძანებით თავის მოკვეთით იქნა დასჯილი. მე-18 საუკუნის 10-იანი წლებისათვის მესხეთის, როგორც ოსმალები მას უწოდებდნენ, ჩილდირის საფაშოს გამგებელია ისაყ ფაშა ჯაყელი. იგი განსაკუთრებული რეპრესიების გატარებას იწყებს კიდევ სასწაულებრივად შემორჩენილ სასულიერო პირთა მიმართ. 1716 წელს ისაყ ფაშა ჯაყელმა ახალციხეში სახალხოდ ბრალი წაუყენა საფარისა და ზარზმის არქიმანდრიტებს, რომ ისინი ახდენდნენ რჯულ შეცვლილი ქართველების შერცხვენას,
აგიტაციას ეწეოდნენ მათ ისევ ქრისტიანობაზე დასაბრუნებლად. ამის საზღაურად ფაშის ბრძანებით ყველას დასანახად ზარზმის არქიმანდრიტი დიონისეცა და საფარის მამა ელისეც სხვა ბერებთან ერთად საქვეყნოდ დაახრჩვეს. ამ ტრაგიზმით ახსავსე ისტორიაში ერთადერთი რაც სანუგეშოა არის ის ფაქტი, რომ როგორც საფარას, ასევე ზარზმას მე-18 საუკუნეში ისევ ჰყავდა ყურადღების მიმქცევის სასულიერო პირები. და სწორედ ასეთი ხალხის თავდადებამ განაპირობა ის, რომ ეს ქრისტიანული ხუროთმოძღვრების ძეგლები იმ სახით მაინც მოვიდნენ უახლეს პერიოდამდე, რომ დაიქვემდებარენ რესტავრაციასა და მაქსიმალური სიზუსტით მოხდა მათი პირვანდელი სახით აღდგენა. მიუბრუნდების სერიის განმავლობაში არაერთხელ ნახსენებ ფერისცვალების ხატს, რომელიც როგორც უკვე გითხარით, შესრულებული იყო ფიცარზე, ხოლო შემდგომად ფეოდალურ საქართველოში დიდებულთა შემწეობით პერიოდულად ხდებოდა მისი მოჭედვა და შემკობა. ის, რომ ეს სიწმინდე დღემდე სამუზეუმო ექსპონატად მაინც შემორჩა და არ გახდა მსხვერპლი თითქმის სამსაუკუნოვანი ოსმალური ანტიქრისტიანული ბრძოლისა, დამსახურებაა გურიის მთავრის ვახტანგ გურიელის. ვინც დაკარგული დიდებული მესხეთის სერიებს თვალს ადევნებთ, აუცილებლად გაგახსენდებათ 38 სერია აწყურის შესახებ. რამე თუ სწორედ ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატის მსგავსად, რომელიც იმერეთში გადასვენებით განარიდეს ოსმალებს, ანალოგიურად გურიის სოფელ შემოქმედში არსებულ სამონასტრო კომპლექსს მე-16 საუკუნეში ვახტანგ გურიელის ბრძანებით დაემატა ახალი ტაძარი, სახელწოდებით ზარზმა, სადაც დასვენებული იქნა სამცხის ზარზმიდან გადმოტანილი ფერისცვალების ხატი და მისი პერანგის ნაწილები. მესხეთის ეს ერთ-ერთი სიწმინდეთაგანი და ამავდროულად დიდებული წარსულის უტყვი ნიშანი საუკუნეთა განმავლობაში ღირსეულად იყო დაბრძანებული შემოქმედის სამონასტრო კომპლექსში. მანამ სანამ უახლოეს წარსულში მისი ახალი სამყოფელი მუზეუმით არ შეიცვალა. სერიის დასასრულისას კიდევ გეტყვით იმას, რომ ზარზმის სამონასტრო კომპლექსისათვის არც რუსეთის იმპერიას გამოუჩენია მზრუნველობა და მე-19 საუკუნის 30-იანი წლებიდან მოყოლებული, რაც მესხეთის დიდი ნაწილი ოსმალთაგან მათ ხელში გადავიდა, ზარზმის შემთხვევაში არაფერი შეცვლილა. იგი რჩებოდა მაჰმადიანებით დასახლებულ სოფლად, რომლის შუაში შემაღლებაზე იდგა სამცხის გამორჩეული ქრისტიანული ძეგლი. მაგრამ ამ პერიოდში ამავე მხარეში, აბასთუმანში შეიძლება ითქვას, რომ ცხოვრობდა რუსეთის საიმპერატორო ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი გიორგი ალექსანდრ ძე რომანოვი. გიორგი ებრძოდა ტუბერკულოზს და თუ სრულიად გამოჯამთელებაში არა, გარკვეული პერიოდი ციცოცხლის გახანგრძლივებაში მაინც ეხმარებოდა სამცხის ჰაერი. სწორედ სიკვდილთან მიახლოებული გიორგი მოინუსხა ზარზმის გუმბათოვანი ტაძრით და სრული პასუხისმგებლობით მისი კარის ხუროთმოძღვარს სვინინს დაავალა ეკლესიის შეკეთება, ხოლო ხატწერის აღსადგენად ვინმე სლავცევი მოიწვია. სარესტავრაციო სამუშაოები საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა და საბოლოოდ დასრულდა 1905 წელს, მაშინ როცა ამ დიდი საქმის ინიციატორი გიორგი რომანოვი უკვე გარდაცვლილი იყო. რუსეთის იმპერია საქართველოს ანექსირების შემდგომ პერიოდულად ახდენდა გარკვეული ქრისტიანული ძეგლების რესტავრაციას, მაგრამ ხშირად ეს გულისხმობდა მათ გადაკეთებას, რაც ძირითადად გამოიხატებოდა ძეგლებში ქართული ნიშნების წაშლაში, მაგალითად ხატწერის დაფარვა კირით, რუსული ხუროთმოძღვრული ელემენტების შეტანა როგორც გარე ფასადზე, ასევე ინტერიერში, რელიეფურად ამოკვეთილ წარწერათა გასუფთავება და ასე შემდეგ. მაგრამ გიორგი რომანოვის ინიციატივით დაწყებული ეს რესტავრაცია გახლავთ იმ გამონაკლისთაგანი, სადაც არათუ რაიმე გადაკეთდა, არამედ სრული ზედმიწევნით და სიზუსტით მოხდა იმ ყველაფერი ქართულის აღდგენა და შენარჩუნება, რაც საუკუნეთა წინათ ხაზს უსმევდა ჩვენი წინაპრების მაღალ კულტურასა და ქრისტეს მიმართ ერთგულებას. დღევანდელი სერიაც დასასრულს მიუახლოვდა, რაც ნიშნავს იმას, რომ უნდა დაგემშვიდობოთ და ტრადიციულად შეიძლება თავი მოგეწყინათ, მაგრამ დავამატეთ იმას, რომ ვისაც მოგწონთ ჩემს მიერ შემოთავაზებული სიუჟეტები და დღემდე არ გაქვთ ფართი გამოწერილი, გამოიწერეთ და ერთად ვყუროთ დაკარგული დიდებული მესხეთის კიდევ ძალიან ბევრ სერიას. მოდროებით!